გამარჯობათ. ყველას გაგიგიათ ასეთი გამოთქმები. ყველა კაცი ეგეთიაო, ან ყველა ქალი ეგეთიაო. ჩვენი მეუფე არ აკეთებს დეფექტურ ნაკეთობებს. არადა პრობლემები არსებობს. საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს პრობლემები? გონიერ ქმნილებებს, ადამიანებს და ანგელოზებს აქვთ თავისუფალი ნება. შეუძლიათ თავისი თავი გაიდეფექტურონ. როგორც ეს გააკეთა ანგელოზთა მესამედმა და პირველ ქმნილმა ადამიანმა. მამაკაცი შინაგანად არის სხვანაირი. ქალი შინაგანათაც არის სხვანაირი. დაცემით ორივე მათგანი რაღაც თავისებურად დამახინჯდა. მამაკაცში ჩადებული სიმამაცის ძალა დამახინჯდა და გადაიქცა აგრესიად, თავხედობად, ძალადობად. აი ეს მსოფლიო ომები, რასაც ჩვენ უყურებთ ხოლმე. ეს ყველაფერი არის გამოწვეული, დამახინჯებული, გადაეფექტურებული სიმამაცის ძალით. როცა ადამიანი თავს წირავს და თვითონაც ვერ ხვდება რას. ქალის დაცემით დედის ბუნება სხვანაირად დაინგრა, სხვანაირად დამახინჯდა. დედაკაცის ბუნება შედარებით ელმობიერია, რბილია. ამიტომ გაჩნდა შიშები, ისტერიკები, მერყევი ხასიათი და ასე შემდეგ. ეშმაკის კიდევ ერთი ცილისწამებაა, როცა პრობლემებს აბრალებს სქესს. სქესი ვინ შექმნა ღმერთმა, ესე იგი ღმერთი ქმნის პრობლემებსო. ამით ადამიანსაც იწუნებს, ეს ერთი და მეორეა, ღმერთს აბრალებს თავის საქმეებს. იმიტომ რომ ადამიანური პრობლემების დასაბამი ეს არის ეშმაკის საქმეები. ის რომ ვიღაცა ამპარტავანია, უდარდელი, მოქოქილი, მოჭხუბარი, ან დანელავებული, შფოთიანი, ისტერიული, დეპრესიული, ეს თითქოს სქესის ბრალია. ასეთად შექმნაო ღმერთმა ადამიანი. ეს არის დაყავი და იბატონე. კაცებისთვის ქალების შეძულებით. აი თითქოს ქალი რაღაცა ჭკვანაკლულია. ქალებისთვის კაცების შეძულებით. რომ ელემენტარულს ვერ ხვდებიანო კაცები. ერთმანეთთან დაპირისპირებით ჩვენს ერთიან ბუნებას ანადგურებს. ამ სიძულვილის თესვით მან შექმნა ფემინიზმი, ჰომოსექსუალიზმი, ამითი ანგრევს ოჯახებს. და შემდეგ ბავშვი, რომელსაც არ უნახია ნორმალური მამა როგორია, ან ნორმალური დედა როგორია, ვერ შეძლებს თავის მხრივ რომ იყოს ნორმალური მამა ან დედა. სანამ პირადად არ ვნახე მადლით განკურნებული მამაკაცები და დედაკაცები. ყველა კაცი მეგონა, რომ იყო გიჟი, ავადმყოფი, პრობლემური, მოჭხუბარი და ყველა ქალი მეგონა, რომ აქ მერყევი ხასიათი, ეხა წავა ოთახში ჩაიკეტება და ტირილს დაიწყებს. აი, შეხება რო არ მოგინდება ეგეთი. და რომ ნახე ნორმალური ადამიანი როგორია, მადლით განწმედილი. მერე დავინახე რა ლამაზია ადამიანი. ჩვენ გვაქვს ასეთი ვალდებულება, რომ ჩვენს მომავალ თაობებს დავანახოთ, რას ნიშნავს, როგორ გამოიყურება ნორმალური მამაკაცი ან ნორმალური დედაკაცი. ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება მხოლოდ ერთი გზით. ეს არის სახარების სწავლა და რაც იქ წერია, იმისი კეთება. ღმერთმა გაგახაროთ.